მრევლსა და ტურისტებს დღეს ჯვრის მონასტერი დაკეტილი დახვდათ, როგორც მცხეთის მუნიციპალიტეტის მერი აცხადებს, გადაწყვეტილება სასულიერო პირებმა მიიღეს. გოგიტა კაპანაძის ინფორმაციით, მონასტრის წინამძღვარი მამა კონსტანტინე მიმდებარე ტერიტორიაზე გარე ვაჭრობის აკრძალოს ითხოვს, რაც ვერ ხერხდება. საპატრიარქოში არ აქვთ კონკრეტული პასუხი, როდის შეიძლება გაიხსნას ჯვრის მონასტერი. საპატრიარქო იზიარებს მონასტრის წინამძღვრის აზრს და განმარტავს, რომ მონასტერთან გარე ვაჭრობა ქმნის არასახარბიელო გარემოს. დახვდა კარები ჩაკეტილი, აქ თქმა ადამიანებმა განგვიმარტეს, რომ არ გვიშვებენ ტაძარში, იმიტომ რომ გარე ვაჭრობას აპროტესტებენ ბერები. სხვადასხვა ინფორმაციები ან წყაროები გვეუბნებიან, რომ 3 დღის განმავლობაში დაკეტილი იქნება ეს ჩვენთვის ძალიან ცუდია, იმიტომ რომ ძალიან შორი ქვეყნებიდან ჩამოყავს სტუმრები. ყველანაირად აუგზალეთ უსახურობა, ყველანაირი უსახურობა ჯვრის მიმდებარე ტერიტორიაზე, მონასტრის მიმდებარე ტერიტორიაზე. დღეს გარემოვაჭრეებისთვის გამოყოფილი არის ადგილი, სადაც ისინი ახორციელებენ ვაჭრობას, რომელიც არანაირად არ უშლის ხელს არც სავალ ნაწილს, რომ მობრძანებული ტურისტები თუ ვიზიტორები შეეშალოთ ხელი გადაადგილებაში და რა თქმა უნდა არ ეხებიან საერთოდ მონასტრის ეზოს ტერიტორიას. როდის გაიხსნება ეს ზუსტად არ ვიცი. მიზეზი არის მოუწესრიგებელი გარევაჭრობა, რომელიც ძალიან არასახარბიელო გარემოს ქმნის იქ. ტურისტებისთვის, დელეგაციებისთვის ძალიან უსახური და ესეთი ფორმა მიიღო ამ გარევაჭრობამ მონასტრისათვის შეუფერებელი. და როგორც ცნობილი გახდა ჩვენთვის, მამა კონსტანტინეს არაერთგზის დაუყენებია ეს საკითხი და არ მოხერხდა მისი გადაწყვეტა და მიიღო შემდგომ ესეთი ზომები. მამა კონსტანტინეს აზრს აუცილებლად გაითვალისწინებდა საპატრიარქო.